თუ სომხეთში ქრისტიანულ ეკლესიას პირველად ნახავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ხომ ქართული ეკლესიაა. თუმცა ის არც ქართული და არც სომხური არქიტექტურა. საქმე იმაშია, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქრისტიანობა პირველად ჯერ სომხებმა მიიღეს, ცოტა მოგვიანებით ქართველებმა არც ერთმა მათგანმა ქრისტიანული ეკლესიის არქიტექტურა არ იცოდა, რაშიც დავესესხეთ ბიზანტიელებს. ასე რომ თავდაპირველად ეკლესიები მხოლოდ ნავისებრი ფორმატით შენდებოდა, ნავისებრი ბაზილიკა, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, ფინური გადახურვა. თუმცა მე-7-მე-8 საუკუნეში ბიზანტიელებმა შემოგთავაზეს გუმბათოვანი არქიტექტურა, რომელსაც საქართველოს უფრო მალე აუწყო მხარი 1 საუკუნის დაგვიანებით სომხებმა. მაგრამ რადგან უკვე ეკლესიების მშენებლობაში დიდი გამოცდილება ჰქონდა, ყველა ქვეყანამ თავისი ნიშა შეიტანა. აი მაგალითად, სომხებმა თავიანთი წიაღისეულიდან გამომდინარე ეკლესიები უფრო ფერადი გააკეთეს. უფრო მეტად წითელი ფერი ჭარბობს. ქართული გუმბათი შიგნიდან ნახევარი სფეროს ფორმისაა, ხოლო სომხური კი წაგრძელებული და კონუსისებრი. ასევე სომხურ ეკლესიებს უფრო მეტი ჩუქურთმა და გარე ვიზუალის დეტალები აქვს. რომა და ბიზანტიამ შუა საუკუნეებში ისევ შეცვალა ეკლესიის მთლიანი სტრუქტურა, მაგრამ საქართველოს და სომხეთს იმდენად მოეწონა ძველი არქიტექტურა, რომ უცვლელი დატოვეს. რატომაც არა. რაც შეეხება ეს კონკრეტული ეჩმიაზეთის ეკლესია, რომელზეც სომხები ამბობენ, რომ სოფლიოში ყველაზე ძველი ქრისტიანული მოქმედი ეკლესიაა. თუმცა ისტორია ცოტა სხვა რამეს ამბობს. რეალურად აქ მართლაც 301-303 წლებში არსებობდა მომცრო ზომის ხის ეკლესია, რომელიც სომხებმა მე-5-მე-6 საუკუნეებში ქვით შეცვალეს. ამბობენ, რომ მე-9-მე-10 საუკუნეებში ის უფრო გააფართოვეს და გაალამაზეს. ხშირმა ომებმა და მიწისძვრებმა ის დაანგრია და მე-19-მე-20 საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სომხეთში მხოლოდ მე-9 საუკუნეებში დაიწყეს გუმბათოვანი სტილის ბაზილიკების მშენებლობა. ნაკლებად დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ ეს ეკლესია შეიცავს მე-4 საუკუნის ფრაგმენტებს ან დეტალებს, მით უმეტეს ხეს. სავარაუდოა და სარწმუნოა, რომ მე-5-მე-6 საუკუნეებში აშენებული ქვის ეკლესია, რომელიც ხშირმა ომიანობამ და მიწისძვრებმა დაანგრიეს, სწორედ მისი საძირკველი იქნა გამოყენებული ფუნდამენტად და მისი ნანგრევები მასალებად, რომელიც მე-9-მე-10 საუკუნეში აშენეს და მე-19-მე-20 საუკუნეებში განაახლეს. ასე რომ სულაც რომ მე-5-მე-6 საუკუნეები ავიღოთ ამ ეკლესიის დასაბამად. ამ დროს უკვე არსებობდა შეიძლება მრავალი არა, მაგრამ თითქმის ჩამოსათვლელი ეკლესიები, მათ შორის მათზე ძველი მე-4 საუკუნის ეკლესიები, რომლებიც დღემდე მოქმედია და ქრისტიანულია. ასე რომ ეჩმიაზითს არ ვაკნინებ, ის ნამდვილად ძველია, მაგრამ არც ჩვენსაც ვივიწყებ.